ჩემი სოფელი რამდენიმე წლის უკან ძალიან მრავალფეროვანი იყო ბუნებით. ჩემ სოფელში არ იყო სილისკარიელი, არ გადიოდა მიწის ქვეშ მაღაროები. რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდა სილისკარიელი. დაიწყო მაღაროების გაყვანა. სილისკარიელი ძალიან აბინძურებს ჰაერს და ეს ყოველივე საზიანოა ადამიანებისთვის, რადგან არის ბევრი სილა და ბევრი მტვერი. როდესაც მაღაროების გაყვანა დაიწყეს, ბევრი სახლი მიწაში ჩავარდა. ბევრი კი ნელ-ნელა იწევს მიწისკენ. ჩემ სოფელში არ იყო გზები, მაგრამ ეს პრობლემა უკვე მოგვარდა. ჩემი სოფელი არის ძალიან დაბინძურებული, რადგან ხალხი ნაგავს ქუჩაში ყრის და არან სანაგვეში, ბევრიც კი ტყეში, რაც ხალხისთვის და ცხოველებისთვის საზიანოა. დარგვეთი იყო, რომელთქვია აყვავებული. ისეთი კარგი მდგომარეობა იყო წლების წინათ, რა თქმა უნდა. მოვიდა ღიაკარიელები გახსნეს და აქციეს თავიდან ბოლომდე უნდა მოესწორებიათ ეს მიწა შვილო საუკუნე უნდა რომ 5 სანტიმეტრზე დამუშავდეს მიწა. ვარგისი მიწა უნდა დაეგროვებიათ ადგილზე გაეტანათ კარიელიდან, ღიაკარიელიდან გაეტანათ მარგალეთში და ამის შემდეგ ის მზისგან დამუშავებული მიწა უნდა მოეფინათ ისევ და მოესწორებიათ და დაეყარაძეთ. ამათო უგუღმართულად გააკეთეს ყველაფერი. მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებული ადრე ძალიან ბევრი ხანდაზმული ადამიანი იყო, ცხოვრობდნენ მახსოვს მე ის ძველი ადამიანები, ძველი ხალხი და ამჟამად რომ უკვირდები ძალიან თითქმის 10 წლით შემცირდა სიცოცხლის უნარიანობა. 71 წელზე ზევით მე ჩემ სამეზობლოში აღარ არსებობს ადამიანი. ანუ ამ ღია კარიერული წესით მარგანეცის მოპოვებამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა. ამჟამად კერძო ინვესტორის ხელში ეს ჭიათურ მარგანეცი და 360 მილიონი შემოვა ყოველ წელიწადს ბიუჯეტში თანხა ჭიათურ მარგანეცს და ეს ყოველივე არის ჭიათურას აჩხერებული 700 ლარიანი მუშების ზურგზე და ისიც კი არა აქვს 700 ლარი აქვს ხელფასი 700 ლარი კი არა მეტი უნდა ქონდეთ ხელფასი როდესაც ამხელა თანხა შედის ხომ და აი ამ ბიუჯეტიდან 7 მილიონი აქვს ჭიათურას ბიუჯეტი და 7 მილიონი არაფერი არ არის იმისთვის რომ ეს გადანგრეული ღია კარიერით მომსპარი ეს ბუნება დაუბრუნდეს თავის საწყის მდგომარეობას და თითქმის ჩემი აზრით კომპენსაცია უნდა მიეცეს ამ ხალხს. ეკოლოგიური პრობლემები საუკუნეებთან ერთად იზრდებოდა და მომავალშიც განაგრძობს ზრდას, თუ ადამიანები არ გაერთიანდებიან და არ იბრძოლებენ მათ აღმოსაფხრელად. ყველაზე კარგი ფაქტორი, რაც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის შეიძლება იყოს, არის ადამიანების მიერ იმის გაანალიზება, რომ ყოველი მათი არასწორი ქმედება ჩვენს ბუნებასთან დააზარალებს იმ გარემოს, რომელშიც თავად ვცხოვრობთ. C'è da girare